თბილისის საკრებულო ხმაურიანი და დაძაბული სხდომისთვის ემზადება ოპოზიცია ეცდება ჩაშალოს ან შეაფერხოს ხვალინდელ სხდომაზე ლაგუნა ვერესთან ორი გრანდიოზული კორპუსის მშენებლობა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს მშენებლობა კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას დედაქალაქში, პარალელურად ოპოზიციის წევრები კორუფციულ ინტერესებზე საუბრობენ და აქვთ ინფორმაცია, რომ მშენებლობა ერთ-ერთ რუს ოლიგარქს უკავშირდება. ქართული ოცნებისთვის ეს არგუმენტები მიუღებელია და მმართველი პარტია ანონსებს, რომ ყველა შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის დაწყების თაობაზე. ნინო გიგაური მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში განაგზობს საუბარს. ნინო, გისმენთ. თუ ლაგუნა ვერესთან 250 სართულიანი სათამბჯენი აშენდება, თბილისის ურბანული გენოციდი ემუქრება. ოპოზიციის წევრები დედაქალაქის ცენტრში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ეწინააღმდეგებიან. პარტია ლელოს და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს საკრებულოში სპეციალური განცხადება გააკეთეს, სადაც ჩამოთვალეს ყველა ის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დამტკიცდეს ეს პროექტი. პირველ რიგში ოპოზიციის აზრით უზარმაზარი კორპუსების აშენება ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო დიდ საცობებს გამოიწვევს, ასევე განადგურებს ქალაქის ისტორიულ ნაწილს და ლანდშაფტს, რისი აღდგენაც სამომავლოდ შეუძლებელი იქნება. ტერიტორია, სადაც მასშტაბური მშენებლობა იგეგმება, ახლოს არის ვერეს ხეობასთან, ამიტომ ოცნების ოპონენტები შიშობენ, რომ ამ ადგილზე მშენებლობაში საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს სამომავლო წყალმოვარდნების შემთხვევაში. საკრებულოს წევრები დღეს ამბობდნენ, რომ თბილისის მერია ცდილობს საკრებულოს პროექტი დაამტკიცებინოს, რადგან კომპანია, რომელიც ამ უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს, სადაც ლაგუნა ვერეც არის განთავსებული, ეკუთვნის მარიკა ვერულაშვილს. ის კი მჭიდრო კავშირში არის სანქცირებულ რუს ოლიგარქ ალექსანდრე აბრამოვთან. ურბანული კომისიის თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ საკრებულო არ ინტერესდება თუ ვინ აშენებს ან ვინ არის ტერიტორიის მფლობელი კომპანია და რომ მათთვის რუს ოლიგარქთან კავშირი ეჭვებს არ აჩენს. ამ პროექტს აქვს პრობლემები სატრანსპორტო თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ გმირთა მოედანი დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის უკიდურესად გადატვირთული და აქ ამ მოცულობის მშენებლობის წარმოება არის უბრალოდ დაუშვებელი. ასევე არსებობს პრობლემა ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით. ეს პროექტი მდებარეობს მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემურ კალაპოტში, სადაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს წყალმოვარდნის ყველაზე ძლიერი ნაწილი დაფიქსირდა. შესაბამისად, ნებისმიერი მშენებლობა ამ ტერიტორიაზე არის უბრალოდ უდიდესი რისკების შემცველი, მაგრამ ეს რისკები არ აინტერესებს კალაძეს, არ აინტერესებს ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, ბატონო კახი, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც იწუნებდით მშვიდობის ხიდს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გინდოდათ, რომ დემონტაჟი გაგეხორციელებინათ აღნიშნული ხიდის. ეხლა რაც თქვენთვის და თქვენი ხელმოწერით ხდება, ასევე ყოველდღიურად ინგრევა და ნადგურდება, ყდება დედაქალაქის ისტორიული ნაწილი, თუ თბილისი პანორამას მშენებლობით, თუ თქვენი ხელმოწერებით, ბატონო კახი, მოგწონთ ეს ყველაფერი? ეს პროექტი ისევე როგორც გეგმარებითი დავალების ეტაპზე მიგოჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქალაქში განხორციელდეს. ვფიქრობთ, რომ არანაირი რისკის შემცველი ეს რა თქმა უნდა არ არის და ამის ყველანაირი მასალა არსებობს და წარმოდგენილი არის შესაბამისი დოკუმენტაცია. დამატებით კიდევ იქნება სხვა დოკუმენტაცია წარმოდგენილი უკვე არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე და შესაბამისად ჩვენ მე იმედი მაქვს, რომ ხვალ კომისიას და საკრებულოს ხდომას დადებით რეკომენდაციას მიცემს ამ პროექტს. თავად თბილისის მერი დღეს ამტკიცებდა, რომ ქალაქში აღმშენებლობის ბუმია, რომ თბილისი ვითარდება, მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს და სწორედ ეს არის ის, რაც ოცნების ოპონენტებს არ სიამოვნებთ. კალაძემ დღეს ოპოზიციასთან ერთად მედიაც ქვეყნის მტრობაში დაადანაშაულა. მისი პასუხები არ მოიცავდა დამაჯერებელ არგუმენტებს და მერს არც კომპანიის საეჭვო მფლობელებზე უთქვამს რამე. კორუფციის მკვლევარები კი ამბობენ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება თბილისის მერია, რასაც თბილისელების ინტერესები ეწირება საბოლოოდ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ, არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატო არ უნდა გავხორციელდეს ასეთი პროექტები. ზოგადად ამას აქვს თავისი საბაბი, თუ რატო ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები ასეთი პროექტების განხორციელებას, ზოგადად თბილისის აღმშენებლობას და განვითარებას. დააკვირდით, მე უბრალოდ მინდა გავიხსენო წარსული წლები, თქვენ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სლოგანი გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც ქალაქში არის მშენებლობის ბუმი, ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, ესე იგი გიждებით, არ იცი რა. გარდა იმ ყოველდღიური კორუფციისა, რომელსაც ფაქტობრივად ყველა მენაშენი აწყდება თბილისის მერიასთან ურთიერთობაში,
ქალაქის განაშენიანებაში სახეზე გვაქვს ასევე მსხვილი პოლიტიკური კორუფციის შემთხვევები, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაახლოებული პირები აშენებენ არეალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო შენობა ნაგებობებს, ისეთი როგორიც არის მაგალითად ლაგუნა ვერესთან არსებული მშენებლობა. ხვალ საკრებულოში ხმაურიანის ხდომაა მოსალოდნელი 10 საათზე ურბანულ კომისიაზე განსახილველად სათამბჯენების პროექტს გაიტანენ და შემდეგ უკვე 2 საათზე საკრებულოს ხდომაზე შეეცდებიან, რომ ეს მშენებლობის პროექტი დაამტკიცონ. ამას კი ბუნებრივია ოპოზიციონერების პროტესტიც მოჰყვება.